პირველი ჩვენი agenda-ის პირველი აიტემი არის პანელის მონაწილეების გაცნობა. მოდი დავიწყოთ ირაკლითი. ირაკლი, შეიძლება შენ თავი რო წარგვიდგინო. სალამ მეგობრებო, კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ძალიან თემატური და საინტერესო პანელის ორგანიზებისთვის. მე ვარ ირაკლი სვანიძე, ამ ეტაპზე მუშაობ კარიერულად Making Science Spain-ში, რომელიც არის AI powered software აკსელერაციის კომპანია. და ვარ ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტისა და ოპერაციების გუნდის ხელმძღვანელი და ამავდროულად ბრიტანული უნივერსიტეტის ასევე ლექტორი უკვე აგერ ბოლო პერიოდია. მადლობა ირაკლი, ჩვენი აკადემიური გუნდის წევრი ხარ, აფილირებული პროფესორი, რის ძალიან გვიხარია. ასევე. გაიხარე. თორნიკე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დიდი მადლობა ლევან შენ და შენ გუნდს იმისათვის, რომ მსგავსი ფორმატის ვებინარების კეთება დაიწყე და ვიცი, რომ დიდი გეგმები გაქვთ სამომავლოდ უკვე ფიზიკური ღონისძიების სახითაც. მე ვარ თორნიკე სულაბერიძე, წარმოვადგენ როგორც ამერიკულ software solution კომპანია Lineage, ასევე ასოციაციას ICTA-ს და ჩვენ როგორც კომპანია, ასევე ასოციაციაც, ჩვენ ძირითადი მიზნები არის, რომ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემა განავითაროთ. და მოხარული ვარ, რომ აგერ ირაკლიმაც ახსენა, Swift-ში მუშაობს, Swift-ი ჩვენი ასოციაციის წევრია და ყველა ის დიდი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არიან, ოპერირებენ და თავისუფლს, ასე ვთქვათ, შეაქვთ თავიანთი წვლილი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, არიან ჩვენი წევრები და დღეს მე, ასე ვთქვათ, ასოციაციის სახელით ვისაუბრებ და იმ გამოცდილებით, რომელიც ამ კომპანიებზე დაფუძნებით გამაჩნია და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. დიდი მადლობა თორნიკე, რომ შემოგვიერთდი. ჩვენთვის დიდი პატივია შენი გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით. და მალე როგორც ირაკლის შენ წარმედგინე როგორც ჩვენი აკადემიური გუნდის წევრი. მადლობა. ლევან. გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მიგახლავართ ლევან გაბისონია და მეც მინდა შევუერთდე მადლობის ნაწილს, ნამდვილად ბრიტანული უნივერსიტეტი და შენი ჩართულობა ლევან ამ მიმართულებით ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი რამე არის. მიგახლავართ ასოცირებული პროფესორი ბრიტანეთის უნივერსიტეტში, რაც ეხება აკადემიურ ნაწილს, ასევე ვარ, ესე ვთქვათ, ბიზნეს განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი Lineage ჯგუფში და პარალელურად ვარ, ესე ვთქვათ, AI მკვლევარი, იმიტომ რომ ვარ ეკონომიკის დოქტორი და ამ მიმართულებით ეხება მთელი ჩემი კვლევა დისერტაციიდან დაწყებული, მიმდინარე კვლევით დამთავრებული, მოკლედ ხელოვნური ინტელექტს. მადლობა ლევან, ძალიან საინტერესო იქნება შენი ვთქვათ უახლესი კვლევის და შენ რა წიგნზეც მუშაობ მაგაზე საუბარი, როგორც წარმოების ახალი ფაქტორი. ამიტომ მაგას ცოტა ხანში დავფარავთ. ამის შემდეგ ჩემი agenda-ს მეორე აიტემი არის ზოგადად ამ პანელურ დისკუსიაზე საუბარი იმ ჭრილში, რომ თქვათ ეს რისი ნაწილი არის და თორნიკე მახსენა ირაკლი იყო მონაწილე ჩვენი ფორუმის AI უმაღლეს განათლებაში ნოემბერში, წინა წელს რაც გაიმართა, ეს ყოველწლიური დავაანონსეთ, რომ იქნებოდა და ეხაც გვექნება ნოემბერში, 27 ნოემბერს გაიმართება. და ეს ჩვენი პანელური დისკუსია არის pre-event-ი იმ დიდი ფიზიკური ივენთის, რასაც ვაკეთებთ. საინტერესო გეგმები გვაქვს, ეხლა რაღაცებს ვაფინალურებთ, პარტნიორობებს და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა მოგვიანებით მაგაზეც, როცა გვექნება სიახლეები, გაგაცნობთ. ეს არის ერთ-ერთი pre-event-ი იმ ჩვენი დიდი ივენთის და ამისნაირად სხვა პანელურ დისკუსიებზეც გაგიზიარებთ ინფორმაციას. ეხლა ჩვენ რო დიდი დრო არ წავიღოთ ამ გაცნობებზე, მოდი
ძირითად ნაწილზე გადავიდეთ და მინდა პირველი კითხვა დაუსვათ თორნიკეს. და ეს კითხვა არის შემდეგი, AI ლიდერებისთვის არის სტრატეგიული აქტივი თუ სტრატეგიული რისკი? და თორნიკე, ანუ არ ხარ დროს შეზღუდული, ანუ საითაც გინდა იქით წადი, მეც შეიძლება რაღაცა კითხვებით ჩაგეძიო რაღაცეებში. მადლობა ლევან, საკმაოდ კარგი კითხვა არის, მინდა აღნიშნო და ზოგადად ეს ვებინარიც საკმაოდ დროული არის, ამ ვებინარების ციკლი ხელოვნურ ინტელექტზე და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ საინტერესო გამოვა ეს პირველიც და შემდეგი ვებინარებიც. შეკითხვას რომ დაუბრუნდე, ხო? ბევრი მსჯელობს ამაზე, რამდენად თქვათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის ხელოვნური ინტელექტი, რამდენად პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენ ყოველდღიურობაში და ასევე ბევრი არის, ასე ვთქვათ, უფრო ნეგატიური მომხრე და მსჯელობს, რომ რამდენად რისკი არის ხელოვნური ინტელექტი, რამდენად ჩაანაცვლოს ეს ადამიანს და შემდეგ რამდენად უმართავი გახდება სამომავლოდ, ხო? აქაც ორად შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და შენ კითხვაზე რომ დაუბრუნდეთ, ხელოვნური ინტელექტი როგორც ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ, ადამიანის მიერ შექმნილი იქნება ეს ტექნოლოგია თუ ასე შემდეგ, არის როგორც ასე ვთქვათ, დადებითის მატარებელი, ასევე უარყოფითის მატარებელი, ხო? გააჩნია ვის ხელში არის და როგორ მართავთ ამას. ლიდერისთვის, რომელიც დღევანდელ ეპოქაში, ასე ვთქვათ, მოვაწეოს, იქნება ეს მენეჯერი, CEO თუ ასე შემდეგ, ხო? ჩვენ გადმოსახედიდან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი არის და ის აუმჯობესებს, ასე ვთქვათ, სამ მიმართულებას, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის სიჩქარე, ანუ გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება დღევანდელ სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, ანუ სწორად და სწრაფად რომ მიიღო გადაწყვეტილებები. მეორე ეს არის მასშტაბი, ანუ მასშტაბურობა და იმის შესაძლებლობას ანიჭებს ადამიანებს და გუნდებს, რომ რაღაცა მაშინ მცირე რაოდენობის გუნდებმა მასშტაბურობა გაზარდონ და უფრო მეტი საქმე აკეთონ უფრო მოკლე პერიოდში და მესამე რა თქმა უნდა ეს არის ხარისხი. ანუ ეს უკეთესი ხარისხის გადაწყვეტილებები იქნება, რომ თუ საუბრობთ თქვათ მენეჯმენტზე და ლიდერებზე, თუ საუბრობთ გუნდებზე, რომელიც პროდუქტს ქმნიან, მათი ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და ეს სამი რაღაცა ერთობლიობით, რა თქმა უნდა, თუ სწორად გამოიყენა ადამიანმა, ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა, როგორც AI, ასე ვთქვათ, ლიდერებისთვის, მენეჯმენტისთვის და კომპანიებისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ რისკი არის და რაც ვისაუბრე შესავალში, აქ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ არასწორად იქნა ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული, მას თამდები რისკები გააჩნია, ხო? თუ არა აქ ადამიანს და მენეჯერს იმაზე წვდომა, რა მონაცემებზე არის ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილი, რა, ასე ვთქვათ, რა პასუხისმგებლობაა, ხო? ანუ თუ ყველაფერზე, ანუ ადამიანი მაინც უნდა იყოს პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მას შეუძლია ხელოვნური ინტელექტი შენ გაგიმზადებს ყველაფერს, ყველა მონაცემებს, ყველანაირ მონაცემებს გაგენერირებს, მაგრამ პასუხისმგებლობა საბოლოოდ უნდა იყოს ლიდერს. თუ ეს გაცნობიერებული არ აქვს დღევანდელ სამყაროში ლიდერს, მენეჯერს თუ ასე შემდეგ, რასაც დავარქვით, ხო, ვინც ამ თულებს იყენებს, მაშინ მას თანდები რისკებიც ახლავს. ამიტომ ამ შენ კითხვაზე პასუხი ჩემი აზრით ეს არის უდიდეს შესაძლებლობა, თუმცა უდიდეს შესაძლებლობა უნდა მართოს სწორად. მადლობა, თორნიკე. ერთი ძალიან ბევრი საინტერესო ვთქვათ კომენტარი გააკეთა. ერთ-ერთი იყო, რომ ხელოვნური ინტელექტი აძლევს კომპანიებს იმ შესაძლებლობას, რომ გააკეთონ მეტი. შეგიძლია უფრო კონკრეტულად გითხრა შენი გამოცდილებით, სხვა კომპანიების გამოცდილებით, кейსებით, აი ეს მეტი რას ნიშნავს, თუნდაც აი ნებისმიერი მიმართულებით, რასაც კომპანია შეიძლება ახორციელებდეს.
რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ შიგნით თქვათ იგივე კომპანიაში ხო, Lineage-ში, ამერიკული კომპანია, როგორც ახსენე, უკვე რამოდენიმე წელია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავთ ჩვენ ყოველდღიურობაში. და ეგეთ წოდებული software development life cycle არსებობს, სადაც დაყოფილი არის სხვადასხვა რგოლებად და ყველა ამ 14 რგოლში ჩვენ ვცდილობდით ამ წლების განმავლობაში ეტაპობრივად დაგვენერგა ხელოვნური ინტელექტი. და რეალურ რეჟიმში ჩვენ კლიენტებთან პროექტების განხორციელების დროს ადამიანებიც ან ფიზიკურ, ანუ რეალურად ადამიანებიც ანალოგიურ რაღაცას აკეთებდნენ, იგივე კოდს წერდნენ თუ დოკუმენტაციას თუ ასე შემდეგ და ტესტირებას აკეთებდნენ, ხო? ამავდროულად პარალელურად ხელოვნური ინტელექტიც საქმესაც ვაკეთებინებთ იგივე საქმეს, რომ შეგვედარებინა და დაგვეტესტა ჩვენში და software development life cycle-ში. შედეგებით ჩვენაც დავასკვენით, ეს შესაძლებლობას აძლევს თუ თქვათ იგივე კოდის წერის დროს ან დოკუმენტაციის წერის დროს ან ნებისმიერ სხვა აი ამ life cycle-ში თუ ადამიანს სჭირდებოდა X რაოდენობა საათის და მოგეცემათ რომ შეზღუდულია ხო ლიმიტირებული არის ხო ვერ ამუშავებ ადამიანს 8 საათზე მეც კვირაში 5 დღე და ამ შემდეგ ნუ overtime-ზე შეგიძლია. მაგრამ რეალურად სტანდარტული სამუშაო დრო და ის რომ ეს ადამიანი თქვათ senior developer იყო თუ middle თუ რა მნიშვნელობა აქვს მუშაობდა მხოლოდ ერთ პროექტზე, მხოლოდ ერთ კლიენტთან, ხელოვნური ინტელექტის დანერგვით და წახალისებით რომ ამ ადამიანმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს, დღეს მას შეუძლია რომ იმუშაოს არა მხოლოდ ერთ კლიენტთან და ერთ პროექტზე, არამედ რამოდენიმესთან და იგივე ხარისხის და იგივე შედეგის პროდუქტი დადოს. სწორედ ამას გულისხმობ, რომ ხელოვნური ინტელექტი დღეს შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ არა რაღაცა ადამიანი ჩავანაცვლოთ, არამედ ადამიანს მივცეთ, დეველოპერს მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გააკეთოს, უფრო ნაკლებ დროში, უფრო შედეგიანი იყოს და ქმედითი. არაერთხელ აღნიშნე ადამიანის მნიშვნელობა ამ პროცესში. აი, ვთქვათ, ეს ტერმინიც არის, ხო, human in the loop. მოდი, აი, ამ თემას შევუღმავდეთ ახლა, ვთქვათ, აი, შენი გამოცდილებით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ყოველთვის იყოს ლუპში და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი. რა რისკი შეიძლება მოყვეს ანუ სიტუაციას, სადაც ადამიანი არ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. რა თქმა უნდა, დეტალურად მოდელებში არ ჩავალ, თქვათ, ხელოვნური ინტელექტის რომელი მოდელია, მაგრამ თუნდაც ყველა ვიცით, რომ არსებობს დავარი პროცენტულობის, მაგრამ ჰალუცინაციის შესაძლებლობა, რომელიც თქვათ რაღაცა X მონაცემებს, როცა ამუშავებს, რაღაცა ეტაპის მერე ქართულად კონცენტრაციას კარგავს და შესაძლებელია ეს outcome იყოს სხვა, ვიდრე რეალობა არის. ამ მომენტში საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ცოდნა თუ როგორ იმუშაოს ხელოვნური ინტელექტთან, მნიშვნელოვანია თუ როგორ ის მონაცემები, რომლის დამუშავებაც მას სურს, ან თუნდაც ის შედეგი, რომელსაც მიაღწიოს, ხო, ანუ როგორ ელაპარაკოს და კონდეს კომუნიკაცია ხელოვნურ ინტელექტთან და რა თქმა უნდა პასუხისგებლობა. არ ვერ დავაკისრებთ და შენ სწორად აღნიშნე, არის უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზეც, ბევრი კომპანიაც ნერგავს ეგრეთ წოდებულ AI governance-ის პოლიტიკას, AI ეთიკის პოლიტიკას და ასე შემდეგ, რაც უკვე ადამიანის მნიშვნელობას და როლს, ასე ვთქვათ, უფრო მნიშვნელოვანს ხდის ხელოვნური ინტელექტის ერაში და ეპოქაში. ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ადამიანი და არა ხელოვნური ინტელექტი, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ის უნდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ დღის ბოლოს ეს არის თული და არა, ასე ვთქვათ, ალტერნატივა ადამიანის. მადლობა თორნიკე, ძალიან საინტერესო ამბები არის. ეხლა მინდა რომ ლიდერობის თემას უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ და ირაკლის მინდა ესეთი კითხვა დაუსვა,
როგორ იცვლება ლიდერის როლი მაშინ, როდესაც ორგანიზაციები ტრადიციული მენეჯმენტიდან AI-ზე დაფუძნებულ სისტემების ორკესტრაციაზე გადადიან. ანუ დიდი კითხვა არის, ბევრ რაღაცას მოიცავს, მაგრამ აი შენ როგორც იმას იცავ, თქვათ მივუდგეთ ახლა ამ შეკითხვას და მეც ჩაძიებას გავაკეთებ მერე. კი, ოკეი. მადლობა ხო თორნიკემ ძალიან კარგი პოინტები აღნიშნა. და მეც დავეთანხმები ბევრ ნაწილში მე შეგვიძლია კიდე ვიმსჯელოთ. თვითონ შეკითხვასაც შეეხება, ასე ვთქვათ, რაღაცა როგორ იცვლება რა, რაღაცა ლიდერობის პერსპექტივა, როცა შემოდის საქმეში AI. ნუ აი ჩემი პირადი გამოცდილებითაც მოვიყვან რამოდენიმე кейს, თუმცა ალბათ რაღაცა პატარა შესავალი რო გავაკეთო, რასაც მოვაბავრა მე ანუ იმ ამბებს რაც მაგალითად შეიძლება მაგის ირგვლივ გავაზიარო, ანუ არის ის რომ კი რა, ანუ ერთის მხრივ ბევრჯერ ვამბობთ იმას, რომ ანუ რაღაც AI კი არ ანაცვლებს ადამიანებს, არამედ ანაცვლებენ ის ადამიანები, ვინც იყენებენ AI-ს და მე კიდე ესეთი განმარტება მაქვს ზოგადად მაგ კონცეფციაზე, რომ ანუ AI კი არ ანაცვლებს ადამიანებს, არამედ ანუ ანაცვლებს დროს რაღაცა კითხვას და პასუხს შორის რა. ანუ ჩვენ ლიდერების და არა მარტო განმსახედიდან გადავდივართ ესე ვთქვათ რაღაცა ანუ tool driven სამუშაო პროცესიდან ანუ question driven სამუშაო პროცესზე რა ანუ ეგ არის ძალიან key და ძალიან კონცეპტუალური რომ ყველა ლიდერმა თუ არა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიაზროს კარგად იმიტომ რომ ხო ანუ ადრე თუ რაღაცა development-ი და კოდის წერა სალსაღად არ ვაკნინებ, ანუ მაგ მიმართულებას იყო რაღაცა პირველ ადგილზე და მასტი, ანუ დღეს მართლა, ანუ კაფეობა და სიცხადე და რაღაცა კარგი ინგლისური საუბარი არის ერთ-ერთი პირველი must skill-ი, რაც აუცილებლად გასააზრებელია რა. იმიტომ რომ ყველა კომპანია რეალურად ხო, ანუ საბოლოოდ რაღაცა ათასობით მიკრო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ოპერირებს რა, რაღაცა აუφათ რომელი კლიენტი დავა პრიორიტეტად, რაღაცა რომელი opportunity შეიცავს რისკს და რომელი პროექტია გადატვირთული და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რაღაცა ისტორიულად, ხო? ანუ ჩემი მენეჯმენტის პროცესისგან გამომდინარე რომ უყურებ, ხო? ეს საჭიროებდა რას, რომ ანუ ლიდერებს და თანამშრომლებს გვიწევდა სხვადასხვა სისტემებში ძრომიალი და ქექვა, მოდი ესე ტერმინებს ვიხმარ. ეს იყო რაღაცა დეშბორდები, რაღაცა Excel-ის spreadsheet-ი, Jira და ასე შემდეგ რა და AI ამას leadership-ის პერსპექტივიდან მთლიანად ანაცვლებს, იმიტომ რომ ანუ დღესდღეობით რეალურად თავად ინფორმაცია უნდა მიდიოდეს უკვე თანამშრომლებთან რაღაცა ინტელექტუალური აგენტების საშუალებით რა და არა თანამშრომლებს უნდა უწევდეთ რაღაცა ამ სხვადასხვა ინსტრუმენტებში ძრომიალი. ჩვენც მაგალითად მაგას ვაპრიორიტეტებდით თავიდან როგორც კი დავიწყეთ AI adoption-ი, რომ ქონოდა რაღაცა ერთი ინფორმაციული ჰაბი, რაღაცა ერთიანი ეკოსისტემა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ჩვენს კორპორაციულ თულებთან და ანუ მუღამი ეგ არის მაგის, რომ თანამშრომლებს აღარ უწევდეს, ანუ როგორ იცვლება, ხო, ანუ მენეჯმენტი მაგ დროს ზოგადად კომპანიის და თანამშრომლების და გარდა ამისა, ანუ მე როგორ იზომება ასევე თანამშრომლების პროდუქტიულობა ლიდერის პერსპექტივიდან არის, რომ ანუ თანამშრომელი რომ აღარ კარგავს ესეთ რუტინულ საქმეებში დროს, რომ თუნდაც აი რავი, ერთი თული აქვს პირობითად Google-ის Gemini Enterprise-ი, რომელშიც ანუ შეუძლია შევიდეს, კითხოს, რომ მოდი ახლა რაღაც გასული კვირის აპდეიტები მომეცი, ახლა რაღაც მეილი გაუგზავნე ლევანს, ახლა შეხვედრა ჩამიგდე, Jira-ზე მომეცი რაღაცა შემიქმნა, ანუ ყველაფერს იქიდან აკეთებს რა და მაგის გაზომვა, ანუ რაღაცა ინტელექტის ორკესტრატორი ხდება, ხო? ანუ რაღაც შეკითხვაც ხო ეგეთი იყო რა პრინციპში, რომ ანუ ლიდერმა უნდა დაიწყოს რაღაც ანუ ადამიანური ექსპერტიზისაც, რასაც აქამდე აკეთებდა მონაცემთა ნაკადის, იმიტომ რომ მონაცემებია ხო პრინციპში, ანუ ეს ყველაფერი ასე ჩვენ საუბრობთ. ну AI მოდელებისაც ოღონდ მეც ახლა აქ რაღაც კონკრეტულ მოდელებს არ ჩავშლი, თუმცა აქაც ну საუბარი ამაზე რომ არ ვიტყვი რომ უშუალოდ ნებისმიერი ტიპის ლიდერს ეს მოითხოვება რა, ანუ შეიძლება ვიღაცა ყავდეს მაგალითად ხო თიმში, ვინც ერკვევა ამ მიმართულებით და იმას მოითხოვებოდეს ანუ ეს და ხო ანუ ზოგადად პროცესების ავტომატიზაცია. ანუ მაგალითად ახლა იგივე აი რა სფეროა ვიყო რაღაც მარკეტინგის დირექტორი ადრე რაღაცა მაგალითად იღებდა გადაწყვეტილებებს კომპანიაში, დღეს ანუ შეიძლება დავიხმაროთ AI რომ მოხდეს ასე მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, სისტემა აკეთებდეს პროგნოზირებას რაღაც conversion rate-ის და ასე შემდეგ რა. აი მე მაგალითად ზუსტად გუშინ მქონდა რაღაც საუბარი ჩემს ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან, რომელიც რაღაც ესტონურ კომპანიაში მუშაობს და
ანუ იქაც არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად მენეჯმენტი ვცდილობს რომ რაღაც აგენტები შექმნასო, რომ თავი ჩაანაცვლონო. ოღონდ ეს ანუ იმ გაგებით კი არა, რომ ანუ მე რაღაცა ისეთი აგენტი შევქმნა, რომ ერთ კვირაში განცხადება დავწერო და წავიდე რა. ანუ საუბარია იმაზე, რომ რაღაცა ისეთი ნაწილი ჩამომაშოროს მე კიდევ ერთხელ აი მაგალითად რაღაცა ბანკის სფერო რო ავიღოთ, ხო რაღაც მე მგონი შეკითხვაც არის მაგაზე, რომ აი რაღაც AI აფასებს რეალურ რისკს, AI რაღაცა ფილტრავს ტრანზაქციებს, რაღაცა ამოიცნობს თაღლითობას, ანუ თუნდაც ის მომენტი, რომ აქამდე შეიძლება ვიღაცა რაღაცა სესხის გამცემი თანამშრომელი ყავდა ცალკე, რომელიც ძალიან დიდ დროს ხარჯავდა ამაში, ანუ დღეს ამას გამიკეთებს AI და მე როგორც ლიდერმა უნდა გავაკეთო რა, რომ რაღაცა ვიყო ინტელექტის დიზაინერი, რაღაც გადაწყვეტილებების არქიტექტი, ესე ვთქვათ და სისტემების ორკესტრატორი კიდევ ერთხელ. და აი ბოლოს რადგან ეს თავიდან გაჟღერდა რომ თქვა რაღაცა დროში არ ვართ შეზღუდული, რასაც დავამატებ არის რომ რამოდენიმე პოინტი ალბათ აი რაღაცა ძალიან ისეთი hands-on experience-იდან რომ ანუ როგორც რაღაცა ესე ვთქვათ AI ლიდერის როგორც პირადად და რაღაც ბოლო წლებში AI ტრანსფორმაციის ლიდერშიპის ხედვიდან გამომდინარე, პირველი რაც არის must-ი არის რომ ანუ AI adoption-ი ხდება დაუშვათ კომპანიაში, ხო? ანუ პირველად ესე იწყებს კომპანია ისთან შეხებას. ძალიან მნიშვნელოვანია მანდ რომ მისცეს თანამშრომლებს უფლება და მიეხმაროს რომ AI გამოსცადონ მაქსიმალურად მარტივი use case-ებით რა. იმიტომ რომ მაინც არის ეს რეზისტენტულობა და მაინც არის ეს რაღაცა შიში რომ აი მე რაღაც AI ჩამანაცვლებს და ჩვენ მქონდა მაგალითად ეგეთი кейსი რომ ანუ ესეთი გამოუშვით რა რაღაც არის პროგრამა თუ აქტივობა თუ ჩელენჯი რომ AI for AI რა და რაღაცა შიდა თული შევქმნით რომელსაც რო ეკითხებოდა ნებისმიერი თანამშრომელი რომ აი როგორ დამეხმარო როგორ შეგიძლია რომ დამეხმარო ანუ ისე ყავდა დატრეინინგებული რომ რამდენიმე ცვლად ველის ამოცვლა უწევდა თანამშრომელს და მის ყოველდღიურობა და დაყრდნობით ეუბნებოდა აი რაში შეიძლება რომ გამოეყენებინა AI რა გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია კიდე რომ ხო, ну, რადგან ლიდერებზე საუბრობთ ისევ, აი ეს AI overtooling-ის არიდება რომ მოხდეს თავიდან, იმიტომ რომ ბევრჯერ შევხვდი მსგავს ამბავს სხვა ორგანიზაციებში, რომ აი რაღაცა მოკლედ გაიგო, რომ აი იმას რაღაც მაგარი AI tool-ი აქვს და ბიჭო, მოდი რაღაც ჩვენს დაუნერგოთ და აი ხა ის მაგარ ჰაიპშია და ჩვენ რატო არ გვაქვს და რაღაც ანუ ეგ ძალიან ცუდ შედეგებამდე გადის ხოლმე რა. ანუ მე არის ხოლმე რომ რაღაცა 20 tool-ი აქვს, 20 სხვადასხვა subscription-ი აქვს, cost-ის ასე შემდეგ ნაწილია, მაგრამ რეალური feedback-ი არაფერი არ მოდის რა და მე უყურებ ესნე რომ ამ ნაწილში ხშირად უფრო მომგებიანი არის არა top down approach-ი რომ რაღაცა C-level-მა დაფუძნებელმა თქვას რომ მოდი ახლა ეს დავნერგოთ, არამედ პირიქით ანუ რაღაცა bottom up ნაწილი რომ აი რეალური პრობლემები ვნახოთ რა გვაქვს კომპანიაში, ეს სად გვიჭირს, სად ხარჯავთ დიდ დროს და გავზომოთ რაღაც ეს ნაწილი და ისეთი რაღაც დავაიდენტიფიციროთ, რაც მაქსიმალურად მეტ თანამშრომელს თუ ადამიანს შეეხება და მოუტანს benefits და ამის მიხედვით დავნერგოთ რაღაც AI ინსტრუმენტი. ну ცალსახა ტრეინინგებზე და ვორქშოპებზე არ უნდა დაიზოგოს დრო. ну ინფორმაციული უსაფრთხოება, რა თქმა უნდა და მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთლიანი ციკლი, ანუ აქ ჩვენს მაგალითად კომპანიაში ცალკე გვაქვს გამოყოფილი დეპარტამენტი, რომელიც და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ნებისმიერი ახალი AI tool-ის request-ს აანალიზებს, რაც privacy policy-ს ნახულობს, terms and conditions და ეგ უნდა გაკონტროლდეს, რომ სადღაც რაღაცა მონაცემების გაჟონვა არ მოხდეს, იმიტომ რომ ეგეც ძალიან დიდი რისკია დღესდღეობით, რაც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს რა. და ხო, აი რაღაცა მარტივად რო შევაჯამო, ალბათ ჩემი დაკვირვებით, აი მით უმეტეს საწყის ეტაპებზე ლიდერის პერსპექტივიდან ისმა გააზრებული, რომ AI ტრანსფორმაცია შეიძლება თავიდან იყოს რაღაცა სულ ერთი ასე ვთქვათ 20-30% ტექნოლოგია და დანარჩენი 70-80% მაინდსეტი, ანუ ტვინწყობა რა და იმ გონია რომ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე მაგ ნაწილს მაქსიმალურად ამარტივებს. აი ერთ იმაზე ვიტყვი, აი ვაუ ეფექტი მოახდინა, ანაცვლებს დროს კითხვებსა და პასუხებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრჯერ გამოვიყენებ ძალიან ბევრ ლაპარაკში. ანუ ეს ვინმეს უთქვამს თუ ეს შენი სიტყვები არის? არა, ჩემი სიტყვები არ გამიგია მე ყოველ ძალიან მაგარი გამონათქვამია რა. ძალიან მაგარი ანუ ანაცვლებს AI ანაცვლებს დროს კითხვებსა და პასუხებს შორის რა. ანუ რეალურად ეგ არის კითხვასა და პასუხს შორის, კი. ირაკლი, რამდენიმე, ну, არა, ბევრი ტერმინი გამოიყენე, რაც ისეთია, ხო იცი, industry specific რა, ინდუსტრიისთვის სპეციფიური და სანამ შემდეგ კითხვაზე გადავიდოდი,
ლევანთან. მოდი რამდენიმე თემას ჩაუღრმავდეთ, რომ ანუ იმ აუდიტორიისთვის, ვინც შეიძლება ვთქვათ ეს ტერმინები არ იცოდეს, მნიშვნელოვანია რომ იცოდეს და აი მაგალითად ეს არის სისტემების არქიტექტი, ვთქვათ სისტემების შექმნა, ორკესტრაცია, აი ვთქვათ ამაზე თუ შეგიძლია რომ ცოტათი განავრცო პატარა მაგალითებიც რომ მოგცე რეალური ცხოვრებიდან რას გულისხმობ? ოკეი. პირველი მოკლედ რასაც აი რაც თავიდან აღნიშნე რა, ესე ვთქვათ და რაცა მადლობა მოკლედ მაგანიშნისთვის. ანუ რატო არის ჩემი შეფასებით ანუ ეგრო რეალურად ხო ანუ AI ანაცვლებს დროს კითხვას და პასუხს შორის რა. ანუ არის ის რომ ანუ ხალხი რეალურად დღეს ჩემი დაკვირვებით სადაც უკვე აქტიურად გვაქვს რა AI დანერგილი, ანუ ხალხი წვეთს სხვადასხვა სისტემებს შორის ნავიგაციას და იწყებს შეკითხვების დასმას. და ანუ ხო კი ანუ ეგ მანდარი ზუსტად რომ ხო ანუ აი ეგ მომენტი უნდა დავაჭერინოთ რა თანამშრომლებს რომ ანუ შენ რეალურად აი ამ ნაწილში იმდენად გეხმარება უკვე AI რომ ანუ ეს არის რა ანუ ძირითადი value და მოდი ამას მერე უკვე დავაშენოთ სხვა ყველაფერი რა ანუ რაც შეიძლება რომ მოსდევდეს მოკლედ ამ თლიან პროცესს. ხო, რაც შეეხება, მოდი სისტემის არქიტექტის განმარტება, ხო, ანუ რა ასე შემდეგ, მოკლედ როგორ ესე ვთქვათ, მუშაობს ორგანიზაციის პირობითად რაღაცა ამ ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნაზე. თავარი როლი სისტემების არქიტექტის კომპანიაში არის პირველ რიგში რომ დაუშვათ რაღაც ჩამოაყალიბოს სისტემების საერთო სტრუქტურა და ასევე განსაზღვროს აი რომელი პლატფორმების გამოყენება უნდა მოხდეს საერთოდ კომპანიაში და ასევე რომელი პლატფორმები შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და მოხდეს ინფორმაციების მიმოცვლა და ასევე განსაზღვროს როგორ მოძრაობს ზოგადად მონაცემები ორგანიზაციაში. ასევე უზრუნველყოფს ესე ვთქვათ რაღაც სისტემების მასშტაბირებადობას, იმიტომ რომ ანუ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ნებისმიერი სისტემის ინტეგრაციას ვიწყებთ, რომ რამდენად scalable არის რა ეს სისტემა. აი მაგალითად მოვიყვან აქაც ერთ-ერთ ინსტრუმენტს, მაგალითად რაღაცა Google-ს აქვს ესეთი Google AI Studio, რომელიც არის საკმაოდ მარტივი ინტერფეისი და თული აქვს, რომ რაღაცა vibe coding-ით შეგიძლია რომ ეს მარტივი ინტერფეისი აწყო. თავიდან რომ ჩვენს დავიწყეთ ამ თულის ინტეგრაცია, ძალიან ისეთი ვაუ ეფექტი ჰქონდა და ყოველი მეორე დეპარტამენტი ძალიან აჟიტირებული იყო, რომ აი რა მაგარია რაღაც ხელსაწყოებს ვაწყობთ, მაგრამ ანუ მე მივედით იმაზრამდე და როგორც სისტემის არქიტექტის როლი, ესე ვთქვათ, ჩემი ჩართულობის, ანუ ეგ იყო თავიდანვე, რომ ოკეი, ანუ ეს კარგია რაღაც პროტოტიპირებისთვის, მაგრამ ანუ მერე და მერე რა ვშვებით, ანუ ხვალდაზე ხო გვინდა ამ აპლიკაციების სკეილინგი, ხო? მარტო წინა მხარე ხო არ არის, რომ რაღაც ღილაკს დავაჭირე და რაღაც გამომიტანა, ანუ ეს ფრონტში რა, ესე ვთქვათ და ეგ ნაწილიც რომ განსაზღვროს პოტენციურად რა რესურსები შეიძლება გახდეს საჭირო დამატებით რომ ეს აპლიკაციები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. და ნუ AI ეპოქაში რატო არის ეს მნიშვნელოვანი რომ ანუ რაღაცა ორგანიზაციები როგორც მახსენე ხო ანუ ბევრ მიკრო გადაწყვეტილებებზე მუშაობენ და შეიძლება ეს იყოს არამხოლოდ ერთი ERP ან რაღაცა CRM ან ნებისმიერი სხვა ტიპის სისტემა, არამედ რამოდენიმე და ზუსტად ამიტომ ანუ ეს რაღაცა ავტომატიზაციები იქნება თუ AI აგენტები თუ ასე შემდეგ, ანუ ეს ამ ტიპის როლი ანუ სისტემის არქიტექტის არის ზუსტად ის, რომ ანუ სად არის რეალურად ანუ სად უნდა იყოს ეს ცოდნა, knowledge და ინფორმაცია, კიდევ ერთხელ როგორ მოხდეს მონაცემების მიმოცვლა და კიდევ ერთხელ აი ის ნაწილის მნიშვნელოვანია როგორც სისტემა არქიტექტის, რომ აი სად არის ბოლომდე AI, სად არის ბოლომდე ადამიანი და საერთოდ human in the loop რაც ახსენე და სად არის კომბინაცია ამათი რა. მე თუ უპასუხე მაგ შეკითხვას. კი, მადლობა ირაკლი, ჩვენ მაგ თემებს მე კიდე დაუბრუნდებით, იმიტომ რომ აი ინტელექტი ახსენე, ინტელექტის მართვა მნიშვნელოვანი პროცესი არის ორგანიზაციაში და მაგ თემებს უბრალოდ ახლა მინდა ლევანთან გადავიდე კითხვით, სადაც კითხვა ეხება შემდეგს, ანუ AI როგორც წარმოების ახალი ფაქტორი. ლევან, თუ შეგიძლია რომ შენ კვლევაზე, შენ წიგნზე გვესაუბრო ამას მე დეტალს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მეც არ ვიცი, მეც დიდი ინტერესით მოგისმენ. კი ბატონო, პირველ რიგში კიდევ მადლობა მინდა გადაუხადო დისკუსიის მონაწილეებს, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნუ პრინციპში ჩემი ესე ვთქვათ, კვლევის
მიზანი, საერთოდ საიდან გაჩნდა, მცირე შესავალს გავაკეთებ. ძირითადად ესე ვთქვათ, უბრალოდ მიზეზი და ფუნდამენტი ვთქვათ, საიდანაც გამიშთა, რომ აიმართულებით გარკვეული კვლევითი საქმიანობა დამეწყოს არის, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგადად AI-ის კუთხით ტექნოლოგიურ განვითარებას, ანუ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, ამ შემთხვევაში როგორც ტექნოლოგიას ისე თუ განვიხილავთ, ხო, მის განვითარების ტემპებს, შევხედავდით, რომ აი მისი ადაპტაცია, თუნდაც მისი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან არც თუ ისე ერთგვაროვანია და ორ ნაწილად, ესე ვთქვათ, გაიყო. ამიტომ მე ჩემი საუბრის განმავლობაში შევეცდები, რომ ხელოვნური ინტელექტზე ვისაუბრო უფრო აი ეკონომიკის კუთხით, ანუ იდეაში როგორც აი სოციალური ნაწილის კუთხით და არა როგორც ესე ვთქვათ, უშუალო ტექნოლოგია. ნუ პირველ რიგში აი რა არის კვლევის თემა იყო, რომ წარმოების ფაქტორი, ანუ ხელოვნური ინტელექტი არის წარმოების ახალი ფაქტორი, ხო? მოდი შევხედოთ აი ტრადიციული ფაქტორებს, აი როგორ არის ტრადიციული ფაქტორები, ეს არის მიწა, შრომა, კაპიტალი და მეწარმეობა. ნუ მეწარმეობაში გულისხმება ორგანიზაცია. ანუ მარტივად რომ დავალაგოთ ეს კლასიკური ფაქტორები, ხო? ესე ვთქვათ, რა არის, რომ მაგ მიწა პირობითად შრომის შედეგად ვქნი გარკვეულ კაპიტალს, რომელსაც მე ვაძლევ ორგანიზაციულ ან ორგანიზაციის სახეს და ასე ვითარდები. ხო, ამ პროცესში, ნუ, როდესაც ეხლა ვთქვათ, ეს კლასიკური გაგებით ახსენ, ეხლა თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვისაუბროთ, პრინციპში კომპანიებში ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, tools-ებს, ამ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და მნიშვნელოვნად დრამატულად ზრდის პროდუქტიულობას, ხო, ყველა ნაწილში. ესე ვთქვათ, უშუალოდ წარმოების ნაწილშიც, მენეჯმენტის ნაწილშიც და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, უკვე გაჩნდა შეკითხვა, რომ ესე ვთქვათ, ეს არის უკვე მხოლოდ ესე ვთქვათ, ტექნოლოგია, ანუ იგი როგორც შეგვიძლია იგი განვიხილოთ მხოლოდ ტექნოლოგიის რაკურსში, თუ შეგვიძლია დავაყენოთ, ვთქვათ, რაღაც ისეთ განცალკევებულ ფაქტორად და უწოდოთ, ესე ვთქვათ, თამამად და ხმამაღლად მას როგორც ფაქტორი, ესე ვთქვათ, როგორც კომპანიების, ისე ზოგადად, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი განვითარების კუთხით. ხო, ეს კითხვა რომ ვთქვათ, ამ კითხვას ეს კითხვა რომ დავსვით, ისმება კონტრშეკითხვა, რომ აი განსაკუთრებით ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპში აი თუნდაც ადაპტაციის ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნაწილში ორად არის, ესე ვთქვათ, გაყოფილი საზოგადოება. ერთი ამბობს, რომ კარგია და მას უნდა შევხედოთ როგორც ესე ვთქვათ, დამხმარე ინსტრუმენტს, ეგრეთ წოდებულ ასისტენტს სხვადასხვა მიმართულებით. მეორე ამბობს, რომ ცუდია, იმიტომ რომ ანაცვლებს, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ პროფესიებს არის ესეთი მოსაზრებები, ანაცვლებს არათუ პროფესიებს, ესე ვთქვათ, ბევრ პროცესებს, შესაბამისად მე იწვევს კადრების ოპტიმიზაციას, რესურსების ოპტიმიზაციას და ნუ ეს ხომ არ არის სახიფათო საბოლოო ჯამში. ორივეს აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ორივე მიმართულებას არსებობის, თუ ჩვენ არ მოვახდენთ სწორად გაგებას ხელოვნური ინტელექტის და არ ესე ვთქვათ განსაზღვრავთ მის ეთიკური გამოყენების შარჩოებს, აი როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ესე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი. იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება და თუ ჩვენ პარალელური პროცესების განვითარება და მოგვიანებით შევეხები ამას, თუ რა მიმართულების განვითარება უნდა მოყვეს ამას, რომ მოხდეს მისი ეთიკური გამოყენება, მაშინ მართლაც დამანგრეველ ეფექტს მივიღებთ ეკონომიკური კუთხით, ზოგადად სოციალური კუთხით. ხო, აი რომ დავუბრუნდეთ შეკითხვას, ესე იგი, რა არის ვთქვათ განსაკუთრებული თვისება და ახსენეს კიდეც კოლეგებმა, ეს არის, ნუ ჩემი აზრით ორი მთავარი, რაც ესე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტს იმსახურებს უბრალოდ რის გამოც იგი რო იყოს, ვთქვათ, წარმოების ახალი ფაქტორი. ეს არის მასშტაბი და სიჩქარე. ანუ ჩვენ თუ დავინახავთ და შევხედავთ გარკვეულ პროცესებს,
რომელსაც მართავდა უკვე, იმიტომ რომ იქ ჩაანაცვლა უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა და ჯერ კიდევ მართავს ახლა შევხედავთ რომ არის მთელი რიგი პროცესები და დისკუსიის ნაწილშიც ვახსენეთ ხომ ბანკის მაგალითი სადაც გარკვეულ პროცესები თქვათ ოპტიმიზაცია ადრე აკეთებდა ადამიანი კონკრეტული სპეციალობის მქონე მაგრამ ეხლა ჩაანაცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა რატომ? იმიტომ რომ მასშტაბი და სიჩქარის ნაწილში, ანუ მისი მოქმედების სიჩქარის ნაწილში განუზომლად დიდია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ადამიანთან შედარებით. არის მთელი რიგი პროცესები, რომელსაც უბრალოდ ვერ გააკეთებს. განსაკუთრებით ესე ვთქვათ, რომ შევეხოთ ჩვენ მომსახურებობის სფეროს, პროდუქტების გაყიდვას, რომელიც თუნდაც გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგიები და ასე შემდეგ ეფუძნება მონაცემებს მომხმარებელთა ქცევის მონაცემებს. ვნახავთ, რომ არის მთელი რიგი, ესე ვთქვათ, მონაცემები, რომელსაც ადამიანთა მთელი ჯგუფი, აი შეიძლება ითქვას, რაღაცა ათასობით მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი ვერც კი გაანალიზებს, იმდენად დიდია მასშტაბი აი ამ ინფორმაციის. და მსგავსი თუ შევხედავთ პირველი შემოჭრა, სად გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა და სად ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას გაიდგა აქტიურად ფესვები. ეს არის ზუსტად ეს მიმართულებები, სადაც გვიწევს ჩვენ დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავება. ამას დაშენდა მერე უკვე ისეთი ინსტრუმენტები დღესდღეობით, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებთ და ჩვენ შევეხეთ ჩვენი პანელის ესე ვთქვათ კონტექსტში რო ვისაუბრო პარალელურად ჩემი კვლევის თემაც, იმიტომ რომ ეს თავის დროზეც ესე ვთქვათ ძალიან აქტიურად განვიხილავდი ამ მიმართულებას, აი ლიდერობა ვახსენეთ ჩვენ ხო და გავლენა. რა გავლენას ახდენს ზოგადად ლიდერობაზე, ლიდერზე, როგორც ინდივიდზე და ლიდერობაზე, როგორც პროცესზე. ესე ვთქვათ, გარკვეულ ნაბიჯების ერთობლებაზე ხელოვნური ინტელექტი. ხო, ჩვენ ის რომ ვთქვათ, ლიდერს როგორც ინდივიდს უნდა კონდეს ის გარკვეული თვისებები, ეს ამაზე არ ვსაუბრობთ. ვეხებით ლიდერის, ვთქვათ, დამატებით ინსტრუმენტებს, რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, იგი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, შესაბამისი გამოცდილებით, უნარჩვევებით, რომ სწორად მოახდინოს გარკვეული პროცესების დამენეჯმენტება და აი აქ ვხედავთ ჩვენ, რომ დრამატულად შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა პროცესები. ერთის მხრივ ნახეთ რა, სულ რომ ვთქვათ, განვიხილოთ აი ლიდერის, როგორც ვთქვათ, შემკვრელის ფუნქცია და გადაწყვეტილების მიღები თავარი, რომელიც ვთქვათ, ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურიდან იღებს ინფორმაციას და ამუშავებს, სულ ეს ნაწილი რომ განვიხილოთ მხოლოდ, ხო, არსებობს აი ამ ნაწილშიც ძალიან ეფექტურად, ესე ვთქვათ, ეხმარება იმ ინფორმაციის დამუშავებაში, რაც ვთქვათ, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებების შიგნით შეგროვდა ლიდერს, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ აი აქ ასევე ახსენეს კოლეგებმა სისტორე და აი ეს ესე ვთქვათ არის ზუსტად ასევე ძალიან აქტუალური კვლევის ნაწილი სისტორე მონაცემების დამუშავების ან მეთოდის. იმიტომ რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთი რომ ვთქვათ იმ ალგორითმულ წყობაზე, რაზეც ის რომელიმე კონკრეტული ხელოვნური ინტელექტი არის დაფუძნებული, ასევე ინფორმაციაზე, მონაცემებზე, რასაც იგი ეყრდნობა, მაგრამ არის შემდეგი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩვენ დასაწყისში ვახსენე, ეთიკურად გამოყენება და დავამატებდი ახლა სწორად. ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, რას ვავალებთ ჩვენ, როგორ ვავალებთ და რა ენაზე, მარტივად რო ვთქვათ, ვესაუბრებით ამა თუ იმ ხელოვნურ ინტელექტს. ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ესე ვთქვათ, ეს ნაწილიც რომ განვიხილოთ, ეს ერთ-ერთი ასევე თვისებაა იმისა, რის გამოც, ესე ვთქვათ, მე ჩემ კვლევაში ხელოვნურ ინტელექტს უწოდე როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ვთქვით, რომ ისი განსაკუთრებული თვისება არის რა, რომ ვთქვათ, მასშტაბირება, სიჩქარე
და ნუ მერე შედეგები. თვისება ერთია და შედეგები რას აკეთებს? ანუ ყველა ნაწილში ეს იქნება წარმოების ნაწილი, ეს იქნება მომსახურებების ნაწილი, მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას. ასევე ის რომ ჩაანაცვლა და ანაცვლებს გარკვეულ პროფესიებს ეს ესე ვთქვათ ცალსახა, ანუ იგი როგორც ინდივიდი ჭალებში ეგრე იწყებს მოქმედებას და მე ვთქვი დასაწყისში რომ ეთიკური გამოყენება. აი აქ არის საჭირო და გარკვეულწილად შეეხდენ ამ ნაწილს თვითონ ჩვენი კვალიფიკაცია. ანუ ჩვენ რა ცოდნა და დამოკიდებულება გვაქვს ხელოვნურ ინტელექტზე, ეს ერთი, იმიტომ რომ და ინფორმირება. ანუ პირობითად რა ვიყოთ ისე ვთქვათ კომპანიის ჭრილში განვიხილოთ, როგორ არის ინფორმირებული ესა თუ ის კომპანიის თანამშრომელი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, იმიტომ რომ თუ ჩვენ მას არ განვიხილავთ როგორც წარმოების დამოუკიდებელ ფაქტორს, რომელსაც განუზომლად დიდი ესე ვთქვათ რესურსები აქვს და არ განვიხილავთ მას როგორც აი ერთგარ კოლეგას, რომელიც ჩვენ გვეხმარება გარკვეულ პროცესებში, ხომ? მაგ შემთხვევაში იგი არის საფრთხე. ამიტომ ეთიკურ გამოყენებაში დაწყებული თუნდაც მაგალითად საკანონმდებლო ჩარჩოდან, მისი ეკონომიკური ნაწილის გაგებიდან, ხომ? ეს არის ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ვხედავთ რომ კიდევ ერთხელ რომ გავუსვა ხაზი პრაქტიკულად აი ამ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ახორციელებს გარკვეული სამუშაო ადგილების შესაბამისად ის ხალხი რომელიც გამონთავისუფლდა ამ ტრანსფორმაციის შედეგად უნდა აღიჭიროს რაღაც ახალი გარკვეული უნარებით, ცოდნით, დამოკიდებულებით, ინფორმირებულებით, იმიტომ რომ თუ სწორად მან არ აღიქვა ეს, ანუ არ აღიქვა აი გარკვეულწილად რო შევადაროთ ორთქლზე მომუშავე ძრავებს, თანამედროვე ძრავები. ხო? მაშინაც ძალიან ესე ვთქვათ, ჭიდილი იყო თუ დავაკვირდებით ისტორიას, რომ ნაწილი ამბობდა, რომ ორთქლზე მომუშავე ძრავა უფრო უსაფრთხო იყო ვიდრე ვთქვათ, საწვავზე სხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავები იყო ასეთი აზთა ჭიდილიც. ამიტომ საკმაოდ დიდი მღელვარება იყო, მაგრამ რო დაინახეს, რომ პრაქტიკაში ეს საკმაოდ უსაფრთხო იყო, მოხდა ადაპტაცია. იგივეა ხელოვნური ინტელექტის ადაპტაციაც. აი კომპანიებში. ანუ ხშირად მეც პრაქტიკიდან გამომდინარე მქონია, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, როდესაც ჩვენ ნერგავთ ან ვატრენინგებთ, ან რაღაც გარკვეულ პროცესებს ვახორციელებთ ამ ხელოვნური ინტელექტის ადაპტაციის მიმართულებით. დამოკიდებულება არის, რომ აი გამოჭერაზე ეს შეუძლია, აი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლია, ანუ არის შემთხვევები, როდესაც თანამშრომელი არის გარკვეული ტიპის, აი შისაც უფრო სიფრთხილე ალბათ, შიში ორივე ერთად არის, ასეთ მოსაზრებებს გვიზიარებს, რომ აი ხო ხედავთ, რომ ბოლომდე არ შეუძლია გარკვეული რაღაც მიმართულებით მუშაობა, ან არ არის სანდო, ან ასე შემდეგ. ამიტომ ეს ესე ვთქვათ, მისი სწორად განხილვა, ანუ ეკონომიკურ ჭრილში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი სწორი გაგება. იმიტომ რომ ვთქვათ, იგივე რო ავიღოთ სპეციალისტი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში, მაგალითად ავიღოთ პროგრამისტები, IT სექტორის, ზოგადად მთლიანად IT სექტორის მიმართულების სპეციალისტები. ის რომ მათ ესმით მისი ესე ვთქვათ, ტექნოლოგიური მხარე და ფუნქციური მხარე, ну ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ საუბრობთ თქვა თუნდაც ლიდერზე. ლიდერი შეიძლება საერთოდ შეიძლება არ იყოს ესე ვთქვათ ისეთი პროცესის ისეთ პროცესის დამენეჯმენტირებაზე პასუხისმგებელი, რომელიც თქვა ტექნოლოგიურ სფეროს ეხება, IT სფეროს ეხება, იყოს საერთოდ სხვა მიმართულება, მაგალითად თქვა სამშენებლო მიმართულება, ხო? შესაბამისად ესე ვთქვათ, მის მიერ სწორად აღქმა ერთის მხრივ მას მიცემს მისი ეფექტურობის გაზრდის საშუალებას და მეორეს მხრივ მიცემს სწორად დანერგოს ის ესე ვთქვათ პროცესები და ინსტრუმენტები, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, რომ ჯამურად გაზარდოს მთლიანად თავისი კომპანიის ორგანიზაციის ესე ვთქვათ პროდუქტიულობა. ეს რაც ვისაუბრეთ ნაწყვეტება და ფართოა, ხედავთ და ну ეს არის ძირითადი, ესე ვთქვათ, მიმართულებები, რასაც კვლევის ნაწილში ვეხები და თავი თუ რამე უფრო კითხვები გაჩნდა,
გიორგია ჩავშალოთ, თორემ აუცილებლად, ლევან, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემებია, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თუ ტექნოლოგიებზე უფრო დეტალურად ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია რომ მისი ეკონომიკური ღირებულებაც გვესმოდეს, მაგრამ დროში ვართ შეზღუდულები, ამიტომ მე მაქვს ორი ძალიან საინტერესო თემა დასაფარი ახლა და გადავალ იმ კითხვებზე და გავხსნი კითხვას, რომ სამივე თქვენგანს შეგეძლოთ ვთქვათ პასუხი ამ კითხვაზე, ანუ ეს არის AI როგორც ძალაუფლების და კონკურენტული უპირატესობის წყარო. ანუ ამას მეც არაფერს არ დავამატებ და მინდა თორნიკეს ვთხოვო პირველი რომ გვითხრას თავისი გამოცდილება ამ კუთხით. მადლობა ლევან, კიდევ ერთხელ მადლობა სპიკერებს, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესოდ მიმოიხილეს, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები და სანამ კითხვაზე პასუხს გავცემ, მოხარული ვარ, რომ ცოტათი მაინც, მაგრამ ასე თუ ისე ის ნაწილები, რომელიც დავფარდეთ ამ მიმართულებით, ყველა ერთი და იგივე ასე ვთქვათ, ლაითმოტივით და აქცენტებით საუბრობდით, ხო? ანუ, როდესაც საუბარია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, სამივე ჩვენ საუბარში კაფიოდ გამოჩნდა, რომ ადამიანი თამაშობს ყველაზე დიდ როლს და არა, ვთქვათ, როგორც ზოგი ამბობს და რაღაცა მსჯელობს, რომ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი დაუყავს კაცობრიობას და შემდეგ, ხო, ანუ რაღაც კონსპირაციის თეორიები რო არსებობს და მიხარია, რომ ყველა მაინც ამ აზრზე ვართ, იმაზე, რომ ყველა უყურებს თუ როგორ შეიძლება ოპტიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ უფრო მეტად პროდუქტიულები და წარმატებულები ვიყოთ. რაც შეეხება შენ კითხვას ძალაუფლების წყარო, ხო, თუ სწორად გავიგე. ძალაუფლება და კონკურენტული უპირატესობა. რა თქმა უნდა. ის, მოდი კონკურენტული უპირატესობიდან დავიწყოთ დღევანდელ რეალობაში, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი. ხელოვნური ინტელექტი არაა მომავალი, ეს უკვე აწყო არის და ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტს ყოველდღიურობაში მოიხმარს, ის რა თქმა უნდა უფრო კონკურენტუნარიანი არის. რა თქმა უნდა, ყველა რაც უფრო სიღრმისეულად სწავლობს ხელოვნურ ინტელექტებს, სხვადასხვა მოდელებს და შემდეგ უფრო წარმატებულია და უფრო კონკურენტუნარი არის და მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ბაზარი, ხო, შრომითი ბაზარი და როცა შეეხება ხელოვნურ ინტელექტს და აგერ ირაკლი ახსენა, რომ საქართველოსია და თქვათ თუ არ იმაში ესპანურ სვიფტში მუშაობ, ხო, თუ არ ვწდები? ესპანეთში მუშაობ, ანუ ის რომ აღარ არსებობს გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, შეზღუდვები, თუ შენ ფლობ data scientist ხარ, data engineer თუ რაღაც ხელოვნური ინტელექტის მართულებით გაქვს სპეციალიზება, უკვე სახლიდან გავუსვლად საქართველოდანაც შეგიძლია მოემსახურო საერთაშორისო მასშტაბის კომპანიებს და ეს უკვე ხელოვნური ინტელექტით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ძალაუფლების წყაროს, რა თქმა უნდა და მაგაზე ვერ მოვისაუბრეთ და ჩემ საუბარში საუნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ხელში არის ეს და მნიშვნელოვანი არის ეთიკური ნორმები და ზნეობრივი ნორმები, რომლითაც ესა თუ ის ადამიანი მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხო? და ძალაუფლება შეიძლება იყოს, ვთქვათ, პოზიტივის მომტანის, ასევე ნეგატივის მომტანის, რა თქმა უნდა და შენ კითხვაში თუ სწორად მივხვდი თუ რა სახის ძალაუფლებას გულისხმობ, ხო? თუ გულისხმობ ჩვენ რომ ვთქვათ, რამდენად დამოკიდებულები გავხდებით ამა თუ იმ კონკრეტულ მოდელებზე და ამ შემდეგ და ვთქვათ, ის ვარ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში თუ მაკეთკენ მივდივართ, სწორედ ამიტომ არის და როგორც სხვადასხვა ქვეყნები, ასევე ორგანიზაციები მუშაობენ AI-ის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის, მართლობის, ეთიკურობის და ამ შემდეგ პოლიტიკის და სტანდარტების დანერგის კუთხით, რომელიც იმ რისკებს სავარაუდოდ, რაზეც შენ ძალაუფლების ნაწილში გულისხმობდი, მინიმუმამდე ამცირებს. მადლობა თორნიკე, ირაკლი. მოკლედ, ესე იგი, ბევრი რაღაცის თქმა მინდა და ჩამოაყალიბე. თვითონ შეკითხვას გავცემ ჯერ პასუხს და მე მინდა რომ აი ერთი ორი სტუით
გამოეხმაურო ჩემს კოლეგებს. ხო, შეკითხვა იყო ესე იგი AI-ის ძალაუფლება და კონკურენტული უპირატესობა, ხო? AI როგორც ძალაუფლების და კონკურენტული უპირატესობის წყარო. ოკეი. ხო, ესე იგი თვითონ ალბათ პირველ რიგში ძალაუფლების ნაწილს რაც შეეხება პრინციპში რაღაცეები ალბათ გარკვეულწილად ჩემი წინასაუბრიდან დავფარე, თუმცა პირველ რიგში ისევ და ისევ რა, გადაწყვეტილებების ისტრაფე არის ერთ-ერთი პირველი ალბათ, რაც ორგანიზაცია რეალურად რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად, უკვე იგებს ბაზარზე რა. ეს არის ძალიან მარტივად, იმიტომ რომ AI კიდევ ერთხელ ამცირებს, ბევრად ამცირებს, აი რაღაც საათებიდან წამებამდე სხვაობით ამცირებს ამის დროს რა. პირველი ეს არის, რასაც გამოვყოფდი. მეორე არის მონაცემებზე ვისაუბრე, მაგრამ აქ ესე ჩავშლიდი უფრო ალბათ ცოდნის მასშტაბირება რა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ადრე რაღაცა საუკეთესო ტოპ თანამშრომლის ცოდნა იყო ლოკალურად რა. და დღეს AI შეუძლია, ეს ცოდნა გადააქციოს ორგანიზაციულ ცოდნად რა, რა ვიცი, ყველაზე მარტივი თული, რაც მახსენდება, დაუშვათ ნოუთბუქ ელემი პირობითად, რომელსაც რა ვიცი, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ კომპანიაში და ძალიან მარტივად შეიძლება რომ ნებისმიერი დეპარტამენტის თუ კონკრეტული თანამშრომლის რაღაცა ეს knowledge base-ი ისეთი შეიქმნას და გაზიარდეს თანამშრომლებისთვის, რომ საკმაოდ დიდი წყარო შეიქმნას ამ რაღაცა მარტივი ესეთი მსგავსი ინსტრუმენტების დახმარებით რა. რომ ფაქტორად ერთ ექსპერტს შეუძლია რომ უკვე გავლენა მოახდინოს ათასობით თანამშრომელზე რა და ამის მაგალითსაც ხედავ დღესდღეობით. და ასევე ვფიქრობ, რომ უპირატესობის ნაწილში ხო, რა თქმა უნდა, ახლა მაგალითად რაღაცა ეს ფასთა შორის კონკურენცია რო არის ხოლმე ბაზარზე, რომ ვიღაცა დაუშვათ რაღაცა, მოდი მე ვყიდი რაღაცას 10 ლარად და არა ისყიდით 10 ლარად და მე გავყიდით 9 ლარად, ხო? ამ კონკურენციაში და იმაში რომ ახლა ვიღაცამ Gemini დაინტეგრირა და მე Gemini-ს დავაინტეგრირებ და ესე კი ბატონო, რა თქმა უნდა, შევდივართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მანდ რომ გარდა მაგისა, რომ აი რაღაცა globally known რაღაც მოდელები, პლატფორმები თუ ინფრასტრუქტურები, რომ თვითონ კომპანიებმა იფიქრონ იმაზე, აი საკუთარი AI შესაძლებლობები როგორ შექმნა კომპანიის შიგნით, ოღონდ აქ არ გულისხმობ რაღაცა, რომ მაინც და მაინც რაღაც 100 კაციანი დეველოპერების გუნდი ყავდეთ რა. მით უმეტეს დღესდღეობით ადრე თუ რაღაცა corporate level სისტემების შექმნისთვის საჭირო იყო მართლა 100 კაციანი გუნდი, დღეს ერთკაციანი სტარტაპებია, რომლებიც მილიონებს და მილიარდებს წერენ და ერთი კაცისგან რაღაცა კარგი ინგლისურით შეიძლება რაღაცა მარტივი აპლიკაციები შექმნა და მაგას ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთი თქვათ კონკურენტული ბარიერი შექმნა სხვებისთვის AI-ის დახმარებით, რაც რაღაცა აუცილებლად ესე ვთქვათ ხო რა მიცემს მაგის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ იყვნენ კონკურენტები ბაზარზე. და აი ერთი ორი სიტყვით კიდე რაც მეგობრებმა ისაუბრეს, რაღაც ჩემი საუბარით რომ შევაჯამო, ის არ მინდა გამომივიდეს, რომ მეც რაღაცა ისე ძალიან ფული იმდენად ვარ AI-ში გადართული, რომ ის მაქვს რა, ვივიწყებ იმპაქტს, რომ AI-ის რაღაც გარკვეული თან სერიოზული რისკებიც ახლავს რა. მე მაგალითად ეხლა რაღაცა ისე ვთქვათ AI ნათლიებს ვისაც ეძახიან, მაგალითად მიმდევარი ვარ იოშუა ბენჟიო და რომან იამპოლსკიდან არიან მოკლედ ძალიან ბევრი, ვინმეს თუ დაინტერესებს შემიძლია რომ გაუზიარო, რომლებიც ასევე ის ხალხია, რომლებიც არიან სულისჩამდგმელები AI-ის და საუბრობენ რა თქმა უნდა იმ რისკებზე, როგორიც არის, რომ ეხლა გვაქვს AI, ხო? შემდეგი ეტაპი უკვე მე მგონი დღევანდელი დღის არის AGI, რომელიც არის Artificial General Intelligence. შემდეგი არის ASI, რომელიც არის Artificial Super Intelligence და იმის იქით უკვე რა ხდება მართლა კაცმა არ იცის და საუბარია რა თქმა უნდა იმ ყველაფერზე, რომ კონტროლის დაკარგვა, რაღაცა ეროვნული უსაფრთხოების რისკი, პირობითად რაღაც ახალი ვირუსებით შექმნა, რომ AI შექმნის ისეთ ვირუსს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ახალია და ვერ გაუმკლავდება. ასევე საუბარია გამარტივებულ ომზე, ძალიან მარტივად, ხო? და დღევანდელი დღის მაგალითიც, რომ ადამიანს კი აღარ ექნება იმის შიში, რომ პირობითად ომში წავა და აღარ იქნება, რობოტები იარსებებენ, ხო? ომში და მარტივად მოხდება ომის ინიცირება და მოკლედ ბევრ რისკებზეა საუბარი, რა თქმა უნდა და ეს ყველას გააზრებული უნდა გქონდეს რა. და აი ეს ესე ვთქვათ, ეს მკვლევარები ვარიან ის ხალხი და ჩვენც ალბათ ეგრული უნდა ვითამაშოთ კიდევ ერთხელ, რომ რაღაცა თავიდანვე ვიფიქროთ იმ ნაწილზე, როგორ გავაკეთოთ AI-ის ათვისება კომპანიაში და არა მარტო, რომ აი ხო რაღაცა მსგავსი რისკები დავაზღვიოთ მაქსიმალურად რა. და ამაში რას გულისხმობ, რომ თვითონ აი ამ ხალხს, ეს ხალხი არის ცნობილი, თვითონ აარსებენ კომპანიებს,
რომლებიც ქმნიან, ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ან პროდუქტებს, რომელიც არის აი რაღაცა AI safety first რა, ესე ვთქვათ, რომ აი მსგავს რისკებს არ წარმოადგენდნენ ადამიანისთვის. იმიტომ რომ ესენი ყველაზე მეტად აღიქვამენ ალბათ რა რისკების მოსხელოდნელია, თორსა მაგიტო ხარჯავენ იმდენივე დროს, რომ ეს რისკები თავიდან აიგდო. მადლობა ირაკლი, რაღაცა ვიჭერ, ეს საინტერესო იმებს ვიჭერ, აი კონკურენტული ბარიერი მაგალითად და ძალიან საინტერესო ზოგადად მიდგომა არის, როგორ შეიძლება საკითხ შეხედო რა. ანუ კონკურენტული უპირატესობად კი არ შეხედავ რაღაცას, არა, სხვებისთვის კონკურენტულ ბარიერად აღიქვავ, რომ ვთქვათ იმას ხელს უშლი რაღაცაში რა. ძალიან საინტერესოა. ლევან, შენი აზრი გაგვიზიარე და ბოლოს მინდა 1-2 სიტყვით შევეხოთ კითხვებსაც აუდიტორიიდან და აბა, ლევან ბატონო. ნუ ხელოვნური ინტელექტი როგორც წყარო ძალაუფლებისა და კონკურენტული უპირატესობის. ნუ მე ესე ვიტყოდი, რომ ამ შეკითხვაზე ვთქვა თუ კი და არათი რომ დავიწყოთ, ხო? პასუხი არის კი. ანუ წყარო არის ბევრი რამის. კი, ნამდვილად და ვთქვათ, ხაზი გაუსვით იმას, რომ თუნდაც ვთქვათ, დაწყებული პროცესებში მისი ინტეგრირებით, ერთი რომ მნიშვნელოვნად ვზდით, ვთქვათ, ეფექტიანობას და პროდუქტიულობას, მეორე ვთქვათ, ინდივიდუალური გამოყენების კუთხითაც, ასე ვთქვათ, ძალიან გვეხმარება ბევრ რამეში, ხო? მაგრამ ირაკლი მახსენა ძალიან საინტერესო მიდგომა და უფრო აი ამ მიდგომას, ანუ რა მიდგომას რო გავიმეორო, რომ უფრო ვთქვათ, შენ შიდა პროცესებზე, შენ კომპანიის, ორგანიზაციის შიდა გამოცდილებაზე, ცოდნაზე, პროცესებზე გაწერთნილი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ეს არის უფრო მეტი, ვთქვათ, უფრო მეტად წყარო იმისა, რომ შენ იყო ესე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად. იმიტომ რომ თუ ჩვენ აი არის ტრენდები, ხელოვნური გარკვეული მიმართულებებით, იმდენად ესე ვთქვათ, გასაგები გახდა მომხმარებლისთვის ესა თუ ის ინსტრუმენტი თუ ასე შემდეგ, არის ტრენდები და შეიძლება უბრალოდ ავყრეთ ამ ტრენდს და ითქვა, რომ თუ ერთმა დანერგა რაღაცა, მეორემაც იგივე და ეს რა თქმა უნდა, უკვე იმდენად განვითარდა, ვთქვათ, და იმდენად ინტეგრირდა ბევრგან ეს ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი, ეს ვერ მოგცემს არსებით ვერც ძალაუფლებას იმ შემთხვევაში უყურებ ბაზარზე შენს პოზიციონირებას, ესე ვთქვათ, რო განვიხილო და ვერც კონკურენტუნარიანობას ვერ გაგიზრდის ამ მიმართულებით. ამიტომ ძალიან საინტერესო მიმართულება პრინციპში ხდება კიდეც არის თუ არის მაგალითად კომპანიების სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ამა თუ იმ ხელოვნურ ინტელექტს, ესე ვთქვათ, მზა ინსტრუმენტის სახით და შენ შეგიძლია მისი გამოყენება, ჩდება, ესე ვთქვათ, სტარტაპები, რომელიც გეხმარება შენ, ესე ვთქვათ, შენზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის შექმნასა, გაწვრთნასა და დანერგვაში. აქ საუბარი არის კომპანიის, ესე ვთქვათ, კომპანიის ფუნქციონირების, ვთქვათ, გამოცდილებაზე, ისტორიაზე, შენში და პროცესებზე, რომელიც არის შენი კონკურენტ, ესე ვთქვათ, როგორ შენი პოზიციონირების მთავარი წყარო. ის რატომაც შენ გახდი კონკურენტუნარიანი, ეს სწორედ იმ რის გამო ხდება, ხო, კომპანია რა გაკეთებს მის შიგნით ისეთ მიგნებებს, ან ანვითარებს ისეთ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც მას ხდის ბაზარზე მოთხოვნას, უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ, მისი კონკურენტი, ხო? აი ამ პროცესში, ესე ვთქვათ, როდესაც უკვე ეს ამ პროცესს, რასაც ვთქვათ, ადამიანი, კონკრეტული სპეციალისტი გადის ამ კომპანიის შიგნით, გავწვით, ხო, ხელოვნურ ინტელექტს, ეს იქნება უკვე მართლაც, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი წყარო კონკურენტუნარიანობის. მადლობა ლევან, გაიხარე. და ერთ დავამატებთ, ხა მე კომპანიის ჭრილში ვისაუბრე, მაგრამ აი ნახეთ, თუ ინდივიდუალურად ადამიანის, ანუ სპეციალისტის ჭრილში განვიხილავ, აქ მინდა ხაზი გაუსვა რას, რომ ხშირად ბევრგან გამიგია, რომ აი ცადე ვერ გამოვიყენე, მე ვერ დამეხმარა. და მე ვეკითხები ხოლმე, რომ აი როგორ ვთქვათ, რა თემა სად გამოიყენე და როგორ რა ბრძანებით. ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ
თუ სწორად მისთვის გასაგებ ენაზე სწორ ინსტრუმენტს გამოიყენებ, შენ როგორც ინდივიდს, ადამიანს, სპეციალისტს და არა კომპანიის, შენც კი კონკურენტუნარიანს ხდის, ესე ვთქვათ. უბრალოდ მნიშვნელოვანია იცოდე შენ როგორ იყენებ ამას და მცირეებას გავაკეთებ ცვლილებას და როცა იცი რომ უკვე შენ როგორ გამოიყენო ესა, ხო? უკვე ამცირებ დროს კითხვებსა და პასუხებს შორის. სადაც გაინტერესებს. კი ბატონო, მადლობა. ანუ პრომპტის წიგნიერება დიდი ამბავია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება და მეგობრებო, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საინტერესო დისკუსიისთვის. მინდა კითხვები გავაჟღერო, ორი კითხვა გქონდა გაჟღერებული. პირველი ეხებოდა ფინანსურ ინდუსტრიას და თენგო მკითხა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით თუ გქონიათ რამე გამოცდილება, სადაც ხელოვნური ინტელექტი პროცესებს აჩქარებს და ხარისხს ზრდის. მე შემიძლია ვახსენო, იმიტომ რომ გარკვეული წლების წინ ერთ საბანკო სფეროში ვიყავი 3 წელიწადი, თუმცა იმ პერიოდში არ იყო ესეთი აქტუალური სიმართლე რომ გითხრათ ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მაინც მოკლედ იმ პერიოდში იკიდებდა ფეხს, ესე ვთქვათ, რაღაცა ფლეგშიპ პროდუქტი იყო რა ჩვენს ბაზარზე და კი, ანუ ცალსახად მე მახსენე კიდეც რაღაც მაგალითად რაღაცა სესხის სწრაფი გაცემის ალგორითმი, ხო, მაგრამ ამის გარდა ხოცა საკრედიტო გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია, რაღაც პირველი ყველაზე ესეთი აქტიური რაც მახსენდება არის რაღაც AI აგენტი, ხო, რომ მაგალითად რაღაცა ეს რაღაცა FAQ რაღაცა knowledge base-ი კონდეს და უპასუხოს შენ შეკითხვებს, რაღაცა თაღლითობის იდენტიფიცირება, ასევე ოპერაციული პროცესების ავტომატიზაცია, ხა თუ ფინანსურ სექტორში ერკვევით, მაგალითად რაღაცა KYC პროცედურები არის ძალიან მნიშვნელოვანი, AML-ი ასევე ძალიან, ანუ AML-ის მონიტორინგი ზოგადად და რა ვიცი, კონტრაქტების შემოწმება, ინვოისების ანალიზი, ანუ კი, ანუ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაგასაც გქონდა ეგეთი ამბავი, რომ ანუ რაღაც AI face recognition-ის ინტეგრაციას ვაკეთებდით კომპანიაში, მაგალითად, რომ ანუ მარტივად users რაღაც ადგილზე მიუსვლელად შეძლებოდა პირდაპირ რაღაცა, ხო, და ეს ვამბობ, რა ვიცი, ანუ ერთი მგონი თუ სწორად მოვწერდი 6 წლის წინ, 7 წლის წინ დაახლოებით რა, რომ ანუ ონლაინ შეძლებოდა ავტომატურად რაღაც ლაინეს შექით, რაღაცა პირადობის თუ პასპორტის და სახის იდენტიფიცირების დადარებით სესხის გაკეთება რა. აი ეს use case-ები მახსენდება მე. აი ხარე, მადლობა ირაკლი. ბოლო კითხვასაც გავაჟღერებ და მოდით ამით დავასრულოთ. ეს უკავშირდებოდა ჩვენ ბოლო კითხვას, კონკურენტულ უპირატესობას და კითხვა არის, რაღაც მხრივ ოლიგოპოლია ხომ არ იქმნება, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ კომპანიებს უფრო მეტი შესაძლებლობა და რესურსი აქვთ ამ მიმართულებაში ინვესტირების, ვიდრე მცირე კომპანიებს და როგორ დაიცვან თავი აქედან მცირე კომპანიებმა. მე დავიწყებ თქვენის ნებართვით თუ კი, ლევან, აბა გისმენთ. ანუ პრინციპში თუ შევხედავთ ჩვენ ესე იგი ხელმისაწვდომობას ხელოვნური ინტელექტის გარკვეული ინსტრუმენტების ხომ დავაკვირდებით, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომია სხვათა შორის გარკვეულ კვლევებს, საერთაშორისო კვლევებსაც გავიცანი ამ კუთხით, იმიტომ რომ ისედაც ზოგადად დიდ ორგანიზაციასთან არ აქვს მნიშვნელობა ხელოვნური ინტელექტის ჭრილში, ზოგადადაც დიდ ორგანიზაციასთან უჭირს პატარას კონკურენცია თუ ესე ვთქვათ რაღაცა განსაკუთრებულად ისეთი know-how პროდუქტი ან სერვისი არ არის, ხო? შესაბამისად ამ ნაწილში გარკვეული რისკები არის, მაგრამ და შეიძლება ერთი შეხედვით, ესე ვთქვათ, ესე ჩანდეს, რომ ეს რისკი სულ უფრო და უფრო, ესე ვთქვათ, შეიძლება გაიზარდოს. უბრალოდ მან არის ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ჩაიშალოს, ვთქვათ, ჩვენ აი ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში რას გულისხმობთ. ანუ პირობითად ის რაც შეიძლება დაჭირდეს დიდ ორგანიზაციას თავისი პროცესების ოპტიმიზაციისათვის, ხომ, და ამაში ვთქვათ მოახდინოს ინვესტირება გარკვეული, ესე ვთქვათ, თანხების,
თქვათ რომ შეძლოს ამა თუ იმ რაღაცა ინსტრუმენტის განვითარება. იგივე შეუძლია გააკეთოს მცირე ესე ვთქვათ ორგანიზაციასაც გაცილებით ნაკლებ ესე ვთქვათ თანხაში. ანუ მე გულისხმობ იმას, რომ დიდ ორგანიზაციებში და დიდ სტრუქტურებში არ მუშაობს სტანდარტული ტიპის ინსტრუმენტები და თულსები. აი აქ სწორედ ეს საკმაოდ საინტერესო ბევრმა სტარტაპმა დაიჭირა ეს მომენტი და წავიდნენ უფრო customized, ანუ დაიწყეს ისეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც რაღაც კონკრეტულ კომპანიის თემატიკაზე არის მორგებული. და პატარა ორგანიზაციას, ხო, პატარა ორგანიზაციას შეიძლება ამხელა გამოწვევა არ ქონდეს. ანუ მან ძალიან სწრაფად მოახდინოს ისეთი მზა უკვე თქვათ ინსტრუმენტის ინტეგრირება, რომელიც შეიძლება საერთოდ ფასო იყოს. და უბრალოდ საჭირო არის აქ რა, რომ მოხდეს ესე ვთქვათ თანამშრომლის კადრის კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის ესე ვთქვათ კვალიფიკაციის თავსებადობა ამა თუ იმ ხელოვნურ ინტელექტთან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ამაზეც არის არსებობს ძალიან საინტერესო კვლევები, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც შეიძლება რომელიმე ორგანიზაციამ ვერ გამოიყენოს ესა თუ ის ინსტრუმენტი, ანუ ერთი შეხედვით თითქოს ჩანს, რომ მის რაღაცა პროცესებს დაოპტიმიზირებს, ან თქვათ რაღაცა ნაწილში შეითავსებს გარკვეულ ფუნქციებს, ხო, მაგრამ პრაქტიკაში რო იწყებენ, ხედავენ რომ არ არის. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად აი მარტივად ვთქვათ ბრძანების მიცემა და წეგან ვკითხულობდი სხვათა შორის რომ აიო იქნება რაღაც კონკრეტულ ინსტრუმენტებზე თულზე კომენტარის სახით დაგვიწერა მსმენელმა რო პრაქტიკულათო რო ვისაუბროთო. ანუ ეს სწორედაც რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ინსტრუმენტს და ყველა ესე ვთქვათ AI ხელოვნურზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას ჭირდება შესაბამისი ენა. ანუ მარტივად რომ ვთქვამ, ხელოვნურ ინტელექტს ყველა ენა არის. აქ საუბარი არ არის ქართულზე, ინგლისურზე. არა, დავალებათა ელემენტი რა, სიტყვათა წყობა, წინადადებათა წყობა და ფორმულირება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მადლობა ლევან. მეგობრებო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით. ჩვენ აუდიტორიას უღრმეს მადლობას გადავხდით დასწრებისთვის. ყველა დაგინჩენს გაუზიარებთ ჩანაწერს. უახლოეს მომავალში უფრო საინტერესო, უფრო რა, ამაზე საინტერესო არ ვიცი, ჩემს რა შეიძლება იყოს, მაგრამ საინტერესო, არანაკლებ საინტერესო, მოდი ესე ვიტყვი, არანაკლებ საინტერესო თემებით დაგიბრუნდებით, პლუს რა თქმა უნდა, ცალკე ვორქშოპით, რაც ირაკლის უკვე შეუკვეთეს პრაქტიკული ვორქშოპის გაკეთება და მაგითიც დაგიბრუნდებით. აბა, დიდი მადლობა და სასიამოვნო დღის ბოლოს გისურვებთ.